ვთქვათ, ემზადები სალაშქროდ წასასვლელად. საჭირო ნივთებთან ერთად ასევე რა თქმა უნდა წაიღებს საკვებს, იმისთვის რომ საკმარისი ენერგია გქონდეს. რა თქმა უნდა, რატომ ვჭამთ, ყველამ ვიცით. მაგრამ როგორ გვაძლევს საკვები ენერგიას? როგორ ხდება რომ ვაშლს ან შოკოლადს რომ შევჭამ, გადაიქცევა რაღაცად, რაც ჩემს ორგანიზმს, ჩემს სხეულს გამოადგება? ამ კითხვაზე პასუხი არის ერთი პროცესი, სახელად უჯრედული სუნთქვა. ეს უბრალოდ ნიშნავს იმას, თუ როგორ იღებენ ორგანიზმები ენერგიას საკვებიდან. უჯრედული სუნთქვა არის პროცესი, რომელიც სიცოცხლეს ხდის შესაძლებელს. და ამ წუთას მიმდინარეობს ჩემს სხეულშიც, შენს სხეულშიც, ვინც ახლა უსმენს ამ ვიდეოს, და ნებისმიერი სხვა ცოცხალი ორგანიზმის სხეულშიც, რომელიც გარშემოა. ეს პროცესი იმიტომ არის აუცილებელი სიცოცხლისთვის, რომ გვაძლევს ენერგიას, რომელსაც ვიყენებთ ფუნქციონირებისთვის. მოდი ჩავუღრმავდეთ და გავიგოთ, როგორ მუშაობს. უჯრედული სუნთქვა არის ქიმიური რეაქციების სერია, რომელიც ორგანიზებულად მიმდინარეობს უჯრედებში. და სწორედ ამ ქიმიური რეაქციების შედეგად გამოიყოფა ენერგია, რომელსაც შემდეგ სხეული იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ უჯრედული სუნთქვა ბევრ ქიმიურ რეაქციას მოიცავს, მთელი ეს პროცესი მცენარეებისთვისაც და ცხოველებისთვისაც შეგვიძლია შევაჯამოთ ამ ერთი განტოლებით. მარცხენა მხარეს საწყისი ნივთიერებებია გლუკოზა, რაც შაქრის ერთ-ერთი ფორმაა, და ჟანგბადი. გლუკოზას ვიღებთ საკვებიდან, ხოლო ჟანგბადს ვიღებთ აერიდან. განტოლების მეორე მხარეს გვაქვს პროდუქტი, რასაც ვიღებთ ხო ამ რეაქციიდან, ანუ ნახშირ ორჟანგი და წყალი. შუაში რომ ისრებია, ეგ გვიჩვენებს, რომ უჯრედული სუნთქვის პროცესში გლუკოზისა და ჟანგბადის მოლეკულები იშლება და მათი ატომები ლაგდება ისე, რომ წარმოიქმნება ნახშირ ორჟანგი და წყალი. მთელი ამ პროცესის შედეგად გამოიყოფა ენერგია. ისევე როგორც შეშას რომ წვავ, გამოიყოფა ენერგია. ასევე თუ დაუკვირდებით, უჯრედული სუნთქვისას არც ერთი ატომი არ იკარგება. შეგიძლია დათვალო თითოეული სახის ატომი ისრის ორივე მხარეს და დაინახავ, რომ თანაბარი რაოდენობითაა. მაგალითად, ნახშირბადი ორივე მხარეს არის 6, ანუ 6 ცალი ატომი გვაქვს რეაქციის ორივე მხარეს. ძალიან მარტივი შედარება რომ მოვიყვანოთ, იქნებოდა რომ თქვათ რამე შენობა, რომელიც აგურებითაა აშენებული, რომ დაშალო და შემდეგ ყველა ეს აგური რომ გამოიყენო ხიდის ასაშენებლად. არც დაამატო, არც მოაკლო. იგივე აგურებია, რაოდენობა არ იცვლება, მაგრამ რაღაცა ახალი შექმენი. ესე იგი, გავიგეთ, რომ უჯრედული სუნთქვა არის ქიმიური რეაქციების სერია, მაგრამ საინტერესოა, სად ხდება ეს რეაქციები უჯრედში. მოდი ახლა ეს ვნახოთ და გავყვეთ მთლიან პროცესს თავიდან. როცა ჭამ, საკვები ნაწილდება პატარა მოლეკულებად საჭმლის მონელების შედეგად, ეს პატარა მოლეკულები, მათ შორის გლუკოზა, შედიან უჯრედებში და შემდეგ იწყება უჯრედული სუნთქვა. როგორც ვთქვით, ქიმიური რეაქციების სერიაა და პირველი ქიმიური რეაქციები ხდება ციტოზოლში. ეს არის ჟელესმაგვარი სითხე, რომლითაც უჯრედი არის ამოვსებული და რომელშიც იმყოფება ყველა ორგანოიდი. და ამ რეაქციებში გლუკოზა გამოიყენება როგორც ქიმიური რეაქციის საწყისი ნივთიერება. შემდეგ დანარჩენი რეაქციები ხდება მიტოქონდრიებში და აქ უკვე ჟანგბადი არის საწყისი ნივთიერება, ხოლო პროდუქტი არის ნახშირორჟანგი და წყალი. მაგრამ გარდა ამ ორი პროდუქტისა, რასაც ვიღებთ ამ ქიმიური რეაქციების შედეგად, არის ის, რომ ამ პროცესის განმავლობაში გამოიყოფა ენერგია. და სწორედ ეს ენერგიაა, რასაც შემდეგ ვიყენებთ ჩვენთვის სასიცოცხლო პროცესებში. ასე რომ, რაც არ უნდა უცნაური იყოს ამაზე ფიქრი, ვაშლს რომ ჭამ, რაც ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ამბავია და ყველა მიჩვეული ვართ, რეალურად ამდენად კომპლექსური რაღაცები ხდება შენს ორგანიზმში, ანუ მთელი სერია ქიმიური რეაქციების, იმისთვის, რომ შენმა ორგანიზმმა ააშენოს და განაახლოს თავისი თავი და შეასრულოს ყველა ის ფუნქცია, რაც სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანია.